როგორ აღმოვაჩინეთ, რომ საფრანგეთში დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში 4 ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. მოკლედ მოგიყვებით. ეს იվ მარი ჟორჟ რობერტ ალფია, რომელსაც სახელმწიფო სარედაქციო პოლიტიკის მედიები საერთაშორისო დამკვირვებლად მოიხსენიებენ. თუმცა მითების დეტექტორმა ღია წყაროებით მის მიერ რომელიმე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებას ან განცხადებას ვერ მიაგვია. ამის ნაცვლად კი კვლევისას აღმოვაჩინეთ, რომ მისი პროფესიული საქმიანობა არაპოლიტიკურ, საარჩევნო ან საერთაშორისო მონიტორინგის სფეროებთან, არამედ საფრანგეთში სამგლოვიარო სერვისების ინდუსტრიასთან არის დაკავშირებული. ალფი კომპანია კაღიტას ოფსექს ხელმძღვანელობს. აღნიშნული კომპანია სპეციალიზდება სამგლოვიარო მომსახურებებში, მათ შორის დაკრძალვის ორგანიზაციული საკითხების, რიტუალური და ემოციური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. ანგელისის სარიტუალო ბიუროს Facebook და ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია ივალფის თბილისში ვიზიტზე, რომლის ფარგლებშიც ის სარიტუალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. პოსტში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოც ერთვის, ვკითხულობთ. ის ეწვია თბილისში რამდენიმე სასაფლაოს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან გაცვალა მოსაზრებები დაკრძალვის მემკვიდრეობის მენეჯმენტის შესახებ. ასევე პატივი ჰქონდა შეხვედროდა სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს. პოსტს დართული აქვს ფოტოები, რომლებზეც ივალფი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პეიჯით სასაფლაოზე იმყოფება. საერთაშორისო პრაქტიკაში ცნობილია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული სახელმწიფოები ან მათთან დაახლოებული ჯგუფები იყენებენ ეგრეთ წოდებულ ფსევდოდამკვირვებლებს, ფორმალურად დამოუკიდებელ, მაგრამ რეალურად მიკერძოებულ პირებს, რომელთა მიზანია ამა თუ იმ ხელისუფლების ლეგიტიმაციის გამტკიცება.